გურჯაანის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული ძეგლებით. ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავთ ქრისტიანული ტაძრები. ბოლო წლებში დანგრევის პირას მყოფი არაერთი ეკლესია აღდგა. თემაზე ვრცლად გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ძეგლთა დაცვის სპეციალისტთან თამაზ მარკოზაშვილთან ერთად ვისაუბრებთ. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ბატონ თამაზ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში რომელი ტაძრები განახლდა და ისტორიული ძეგლების გადასარჩენად ძირითადად რა სამუშაოები ჩატარდა? დავიწყებ იქიდან, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტი არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მუნიციპალიტეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მხრივ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამჟამად არის 145 ეკლესია მონასტერი, რომელსაც მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ხოლო გვაქვს ისეთი ძეგლებიც, რომელთა ჯერჯერობით არ აქვთ სტატუსი მინიჭებული და საერთო რაოდენობა ძეგლებისა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 300 აღემატება. ამ მხრივ გურჯაანი ძალიან გამორჩეულია არამატო არქიტექტურული ძეგლებით, არამედ აგრეთვე არქეოლოგიური ძეგლებითაც. ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განახლებული იქნა და აღდგენილი იქნა არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ძირითადად საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის მიერ, რომელსაც აფინანსებს საქველმოქმედო ფონდი ქართუ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ის ძეგლები, რომლებიც მდებარეობს სოფელ ვეჯინის ტერიტორიაზე. ვეჯინი მოგეხსენებათ, რომ არის ძალიან დიდი ისტორიის მქონე ნაქალაქარი და იყო თავის დროზე ხერეთის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო. საქველმოქმედო ფონდის ქართუს დაფინანსებით ვეჯინში აღდგენილი იქნა ბოლო წლების განმავლობაში 9 საყდრების სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მდებარეობს სოფლის განაპირა სამხრეთ მხარეს. 4 ეკლესია იქნა ამ კომპლექსის აღდგენილი. აღდგენილი იქნა მის გარდა ვეჯინის წმინდა გიორგის ეკლესია, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ვეჯინის ამაღლების, წმინდა მარიამის და აღდგომის ეკლესიებს. ვეჯინის გარდა განახლებული იქნა მთელი რიგი ძეგლები სოფელ მხოლში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის აღდგენა, რომელიც ძლიერ დაზიანებულ მდგომარეობაში იყო და მოხდა მისი სრული რეაბილიტაცია პირვადელი სახით. აღდგენილი იქნა აგრეთვე წმინდა ლომისის სახელობის ეკლესია, ნანიანში მთავარანგელოზის ეკლესია, სოფელ გურჯაანში ასევე მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ კალაურის ტერიტორიაზე, სადაც აღდგენილი იქნა მთლიანად ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი. ეს ის კომპლექსია, სადაც აღმოჩენილი იქნა კახეთის დიდი მეფის კვირიკე მესამეს, ანუ კვირიკე დიდად წოდებული საოჯახო აკლდამა ასომთავრული წარწერებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. გასულ წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სოფელ ვეჯინის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაც, რომელიც ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში იყო და მოხდა მისი აღდგენა პირვანდელი სახით. გარდა ამისა, განახლდა სამუშაოები შაშიაში მდებარე წმინდა სამების სახელობის ბაზილიკისა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზილიკა, მინდა აღვნიშნო, რომელიც მდებარეობს ტყეში და მე-6 საუკუნით თარიღდება. ეს არის დიდი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ძალიან დაზიანებულ მდგომარეობაში იყო და სახურავი ფაქტიურად ჩამოშლილი იყო და ამჟამად უკვე მეორე წელია მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და გათვალისწინებული არის მისი აღდგენა პირვადელი სახით. როგორც იცის, სანაგირის მონასტერიც. სანაგირის მონასტერი მოგეხსენებათ 1914-15 წლებში ჩაუტარა სარეაბილიტაციო სამუშაოები, გადახურული იქნა კრამიტით, მაგრამ შემდგომში წლების განმავლობაში უკვე დღის წესრიგში დადგა ამ დაზიანებული სახურავის შეცვლის საკითხი, რაც გასულ წელს განხორციელდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საკითხოს დაფინანსებით. მთლიანად შეიცვალა მონასტრის სახურავი და თუნუქით გადაიხურა. გარდა ამისა, გამაგრებული იქნა აგრეთვე გვერდითი მინაშენი ეკლესიები და უნდა ითქვას, რომ სანაგირის მონასტერი ამჟამად
არის ძალიან კარგ ტექნიკურ მდგომარეობაში და ეს არის მოქმედი მამათა მონასტერი. მუნიციპალიტეტის ინიციატივით აღდგენილი არის სანაგედის მონასტრამდე მისასვლელი სამანქანო გზა. არის მოხრეშილი და ყველა სურვილს შეუძლია რომ მოინახულოს ეს დიდებული ტაძარი. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო კალაურის წმინდა გიორგის ეკლესია, სადაც შემონახული არის უნიკალური ფრესკები, მაგრამ სახურავიდან ჩამონადენი წყალი საფრთხეს უქმნიდა კედლის ხატრობას. ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ აცნობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და სხვა რომ ეს მნიშვნელოვანი ძეგლი შეეტანა სარეაბილიტაციო ძეგლების ნუსხაში და მართლაც რამდენიმე თვის შემდეგ ამ კალაურის წმინდა გიორგის ეკლესიაში ჩაუტარა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს ჩამოშლილი კრამიტის საფარი მთლიანად იქნა განახლებული. ისე რომ აქ არსებულ კედლის ხატრობას საფრთხე აღარ ემუქრება. ბატონ თამაზ, ახლა რა სამუშაოები მიმდინარეობს? წელს განახლდება შაშენის წმინდა სამების სახელობის ბაზილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს სამუშაოები 2 წელი მიმდინარეობს და წელს უკვე გაზრახულია ამ სამუშაოების დასრულება. უნდა ითქვას, რომ გვაქვს ისეთი ძეგლებიც, რომლებიც საჭიროებენ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. ასეთი არის მაგალითად სოფელ ჭანდრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც თარგმნება შუა საუკუნეებით და საჭიროებს აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. ძეგლი დაზიანებული არის. ამის შესახებ ჩვენ რა თქმა უნდა ვაცნობთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და პირველ ეტაპზე გაკეთებული არის ესე იგი პროექტი, რომლის მიხედვითაც მოხდება ძეგლის რეაბილიტაცია და გვხვდებიან სააგენტოში, რომ აუცილებლად განხორციელდება და დაიწყება წელს ჭანდრის წმინდა გიორგის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ ეს მნიშვნელოვანი ძეგლი ჩვენ გადავარჩინოთ. დიახ, როგორც ვიცით, თქვენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად ხართ ჩართული და აწვდით ხოლმე ინფორმაციას კულტურის სამინისტროს ამ ძეგლების შესახებ. აი კიდევ თუ არის რომელიმე ეკლესია ან მონასტერი, რომელიც საჭიროებს აღდგენას? გვაქვს ჩვენ ახლა რა არის ძალიან დიდი ნაწილი ძეგლებისა რეაბილიტირებულია, მაგრამ გვაქვს ისეთი ძეგლებიც აი როგორც მაგალითად ჭანდის წმინდა გიორგის ეკლესია აღნიშნე, რომელიც საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს აგრეთვე სოფელ ველისწყეში მდებარე წმინდა მარიამის სახელობის მოქმედი ეკლესია, რომლის სახურავი საჭიროებს შეკეთებას. და ამის შესახებ საქმის კურსი არის ჩაყენებული ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო. უნდა ითქვას, რომ საერთოდ ეს ისტორიული ძეგლები არის მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტები, საკმაოდ ბევრი დამთვალიერებელი ყავს ჩვენი მუნიციპალიტეტის ისტორიულ ძეგლებს, მაგრამ გვაქვს ჩვენ ისეთი ძეგლებიც, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და საზოგადოებისათვის არის ნაკლებად ცნობილი. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ სოფელ ვაჩნაძიანის თავში მდებარე ყველაწმინდის სახელობის ჯვარგუმბათოვანი დიდი ტაძარი. ამ ტაძარს ფონდი ქართულს დაფინანსებით 2014-2015 წლებში ჩაუტარა სარეაბილიტაციო სამუშაოები. შეკეთებული იქნა ძირითადად ტაძრის გუმბათი და აგრეთვე სახურავი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტაძარი, რომელიც თარიღდება მე-8 საუკუნით. კარგ მდგომარეობაშია, საკმაოდ რეაბილიტირებული. მისასვლელი გზა რამდენად არის? მისასვლელი გზა უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ძალიან დაგვეხმარა ამ საქმეში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი დავით სოღულაშვილი, რომლის ინიციატივითაც და მხარდაჭერითაც მოხდა სოფელ ვაჩნაძიანიდან ძეგლამდე მისასვლელი 7 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია. მთლიანად მოხრეშილია და თავისუფლად შეიძლება იქ ასვლა და დათვალიერება. ჩვენთან გურჯაანის მუნიციპალიტეტში წელს სტუმრად ეყოფებოდა ცნობილი ფოტოხელოვანი ბატონი ბადრი ვარდაჭკორია, რომელიც მუშაობს საქართველოს ისტორიული ძეგლების ფოტოალბომზე, რომელშიც შეტანილი იქნება მათ შორის გურჯაანის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლები. ჩვენ ერთად მოვიარეთ რამდენჯერმე ეს ისტორიული ძეგლები და დაათვალიერა როგორც ვეჯინი,
ასევე თვითონ დაუთვალიერებინე აგრეთვე ვაჩრაძენის ყოლაწმინდის მონასტერი. დიახ. და ბოლოს ბატონ თამაზ მაინტერესებს რა მდგომარეობაში არის ჭერემში მდებარე ეკლესიები? ჭერემში მდებარე ეკლესიებიდან ნაწილი არის რეაბილიტირებული. პირველ რიგში წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ვახტანგ გორგასალის ნაქალაქარზე მდებარეობს, ბაშაუტა დაღდგენითი სამუშაოები, მაგრამ სოფლის ცენტრში ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკათედრო ტაძარი, რომელიც მე-11 საუკუნეებით თარიღდება. ყველა მიცის ამ ტაძრის მდგომარეობა არის დაზიანებულ მდგომარეობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ტაძარი და თავის დროზე იყო ჭერბის ეპარქიის ერთ-ერთი მთავარი ტაძარი და თხოვლობს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. მაგრამ ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დიდი თანხები არის საჭირო ამ დიდი ტაძრის რეაბილიტაციისათვის. ძეგლთა დაცვის სააგენტომ რა თქმა უნდა იცის ამის შესახებ და დაგვიდნენ, რომ მოხდება აღნიშნული ძეგლის რეაბილიტაცია, გაითვალისწინებენ მის ტექნიკურ მდგომარეობას. დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი ინფორმაცია რომ მოგაწოდეთ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული ძეგლების შესახებ. გვალოთ მოწვევისათვის სტუდიაში დიდი მადლობა.